ეპილოგი. მაიან ხათუნის გარდაცვალების შემდეგ იეზიდური საზოგადოების ცხოვრება მრავალ მხრივ შეიცვალა. იეზიდები მრავლდებოდნენ და მათმა რიცხოვნობამ ადრინდელი 100,000-დან 1950-იანების შუა წლებში 150,000-მდე 1977 წლის მონაცემებით იმატა. 1977 წელს ერაყში 100,000-მდე იეზიდი სახლობდა. თურქეთში დაახლოებით 10,000. ზოგი მათგანი დასავლეთ გერმანიაში მუშაობს, ხოლო საბჭოეთში სავარაუდოდ 40,000. სირიაში 5,000 იეზიდი ცხოვრობს. განათლება თუმც კი საერო ყველა იმ ქვეყანაშია სავალდებულო, სადაც იეზიდები ცხოვრობენ. ახალი თაობა თვალსა და ყურს მიაპყრობს კაცობრიობის დაგროვილ სიბრძნეს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ხშირად ახალგაზრდები დომინანტური ჯგუფების კულტურისა და ფილოსოფიის ფილტრგამოვლილ განათლებას იღებენ. სამხედრო სამსახური მათთვის ახლა უკვე მისაღები ცხოვრებისეული ფაქტია. ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებს ვერც იეზიდები გადაურჩნენ. ქურთთა აჯანყებები, შიიტური თუ სუნიტური ისლამის გაძლიერება თუ ერაყ-ირანის ომი ხომ მათაც შეეხო, მაგრამ იეზიდური საზოგადოების სტრუქტურა კვლავაც უცვლელია. 1981 წელს ბაღდადში ნამყოფი და ლალიშში მომლოცველად ამოსული იეზიდი ყვებოდა, როგორ შეხვდა ამ ქალაქში მირ საიდ ბეგის ვაჟებს, თახსინ ბეგს, ხაირალა ბეგს, ფარუქ ბეგსა და მის ცოლს, ხოხე ხათუნს. ჯებელ სინჯარს დღემდე ახსოვს ისმაილ ბეგი. მის სახლში ახლა მუზეუმია მოწყობილი. ისმაილის უფროს ვაჟს აბდელ ქარიმს, მან ერთ-ერთი მობოლ ბასმარიელ გოგონაზე იქორწინა 1913 წელს მაიან ხათუნმა რომ იშვილა, დაეტოვებინა ამ ქვეყნიური სამყოფელი. იეზიდ ხან ბეგი, რომელმაც მამისგან მემკვიდრეობით მიიღო ჩოლთა, ოჯახის სინჯარის შტოს მთავრის წოდება, 1982 წელს გარდაიცვალა. მისი ძმა ბაიეზიდ ბეგი კი ერთი წლით ადრე, 1991 წელს. ისმაილის კიდევ ერთი ვაჟი, მუავია ბეგი, ჯებელ სინჯარში მათ მაგივრობას წევს. ნაბოლარა შვილი კოქუს ბეგი, რომელსაც ეს სახელი სერ პერსი კოქსის პატივსაცემად დაარქვეს, ბაადრიში ცხოვრობს. იეზიდები გადაურჩნენ მრავალ განსაცდელსა და მუდმივ დევნას. არაერთ სფეროში დღესაც განიცდიან დისკრიმინაციას, მაგრამ განათლების გავრცელებასთან ერთად საერო საზოგადოების უფრო შეფარულ და დახვეწილ საფრთხეებსაც აცნობიერებენ. სანამ თავიანთი ხანგრძლივი ისტორიის კიდევ ერთ საუკუნეში შეუბიჯებიათ, იეზიდებს შეუძლიათ გაიხსენონ თავიანთი წინაპართა დროება ამ ელეგიური ლექსის სიტყვებთან ერთად. ლექსისა, რომელიც ისმაილ ბეგმა 50 წლის წინ უკარნახა თავისი ხალხის ძველი მჩაგვრელის, ბედრხან ბეგის შთამომავალს. ძევ კაცისა, ყარიბო და დამაშვრალო, ღამის სიზმარივით მოჩვენებითია და ცრუეს სამყარო. ხის ჩრდილს გავს, ახალ მეგობარს რომ იფარებს ყოველდღე. სადარს სოლომონი ბრძენთა ბრძენი, სადარს ბელქისი, სახელ განთქმული. ნუგეშად მიიღე, გასულები არიან ამ სამყაროდან. სადარს სოლომონი წინასწარმეტყველი, სადარს ბელქისი ოდესღაც რომ ბრწყინავდა ოქროთი. ნუგეშად მიიღე, მიწაში ქვევქვეშ განისვენებენ ისინიც. სად არის ხიდრი, ელიასი, დერვიში სად არის, მძივების ასხმით და ხელჯოხით. ნუგეშად მიიღე, მიწას შეერივნენ რახანია. ძევ კაცისა, ამ ქვეყნიერს ნუ ხარბდები, ნუ აგროვებ ოქროს და ქონებას. ეს სამყარო ჯერ არავის, ღვთის წინასწარმეტყველსაც კი არ შერჩენია. დერვიშებისაა ეს სამყარო. მის გზებზე რომ დაეხეტებიან, მაგრამ უბრალონი არიან. ამ პარტავნება ვის შერჩენია? სად არის ჰამზა, ალი, წმინდანები? ანდა წინასწარმეტყველები სად არიან? თავიანთ სამარხებში არიან, მტვრად ქცეულნი. საფლავი ღრმა და ბნელი, გველებითა და ჭიანჭველებითაა სავსე. უფალო, შენი ნება იყო დაგეშორებინა ორნი, ერთმანეთის მოყვარულნი. მოდით ჩემონათესავებო, მოდით ვიტიროთ. ვიმწუხაროთ და დარდს მივეცეთ. ჩვენი საყვარელი ადამიანის ტკბილი ტუჩები აღარ ილაპარაკებს. ჩვენ ვტირით, მაგრამ ტირილი არაფერს ნიშნავს, რადგან საფლავი და სამოსელი ჩვენი ხვედრია. აღარ იტირო, აღარ იტირო, მოიწმინდე ცრემლები. ღვთისგან გებაა რაც ხდება, კეთილია მისი საქმეები. კეთილს აკურთხებს იგი და
ავსაც იწყნარებს დროით კურნავს მტკივან გულს.